ამ ბლოკში ვისაუბრებთ საბანკო ასოციაციის თანამშრომლობაზე უნივერსიტეტებთან. საქართველოს საბანკო ასოციაციამ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის დასაწყისში იანვრის თვეში გააფორმა. თანამშრომლობის მიზანი კი ერთობლივი თემატური სემინარების, ასევე ვორქშოპების, საჯარო ლექციებისა და ტრენინგების ორგანიზება და დასაქმებაზე ორიენტირებული ერთობლივი პროექტების განხორციელება არის. თემაზე საუბარს უკვე ჩვენს ეთერში სტუმრებთან ერთად გავაგრძელებთ. სალომე მაკარიძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის კომუნიკაციებისა და პროექტების მიმართულების ხელმძღვანელი და ასევე ვახტანგ ჭარაია, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი და პროფესორი შემოგვიერთდნენ სტუდიაში. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მადლობა მობრძანებისთვის. სალომე, რა ხედვის და ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების ნაწილია საბანკო ასოციაციის მხრიდან კავშირების გაბმა, საქმიანი კავშირების გაბმა, უმაღლეს სასწავლებლოებთან, ეს უნივერსიტეტებით შემოიფარგლებით სხვა დაწესებულებებსაც მიმართავთ, მაგალითად სკოლებში არის გააქტიურებული ძალიან ბევრი მიმართულებით, თუ რის გამო აკეთებთ ამას ყველაფერს და რა დანიშნულებით გისმენთ? რამდენიმე ორ რაღაცას გამოვყავთ. პირველი ის, რომ ახალგაზრდა სეგმენტი ჩვენთვის სექტორისთვის და შესაბამისად ასოციაციისთვისაც არის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ესე ვხედავთ, რომ ეს არ არის მომავლის სეგმენტი, არამედ ეს ადამიანები დღეს ქმნიან ცვლილებებს, დღეს ქმნიან ეკონომიკას, ტექნოლოგიებს და ანუ მათთან მჭიდრო კავშირი და ცოცხალი კავშირი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სექტორი, საერთოდ ალბათ ყველასთვის და ჩვენთვის ამ შემთხვევაში საბანკო სექტორისთვის. ჩვენ ვატარებთ თქვენს ეთერში მოვდივართ ხოლმე პერიოდულად ყოველწლიურად კვლევას, სადაც ვუყურებთ საბანკო მომხმარებლების სეგმენტებს და როგორ აღიქვავენ ისინი საბანკო სექტორს და ერთ-ერთი დიდი ბლოკი გვაქვს ახალგაზრდებზე და სრულიად გამორჩეული სეგმენტი არის იმითი, რომ ერთი სხვი არიან ძალიან პრაგმატულები, ანუ ძალიან კარგად იციან დათვლაც, იციან თავიანთი უფლებებიც, იციან პასუხისმგებლობებიც, ანუ საუკეთესო პარტნიორები არიან ამ მხრივ და მეორე მხრივ ღირებულებები არის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ისინი საქმეში გთხოვენ ღირებულებებს და ანუ ეს რაღაც ორი საუკეთესო კომპონენტია იმისთვის, რომ განვითარდე, როცა მათთან თანამშრომლობ. ეს ერთი და მეორე ფინანსური ცნობიერების ამაღლება და ამ მხრივ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა და რაღაც ჩვენი ურთიერთგაცვლა, ესეც ვფიქრობ, რომ რაღაც განვითარების და ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადობისთვის. ეს რა მემორანდუმებზე და რა შინაარსის მატარებელია მემორანდუმები, ვიდრე კონკრეტულად გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის თემაზე გადავალ, მაინტერესებს კონკრეტულად რას დებთ ამ მემორანდუმებში, რა ურთიერთვალდებულებებია, თუ ესეთი რამეს იტევს მემორანდუმი, აი ამის თავაზე ვითხარი. კი ბატონო, ეს ურთიერთთანამშრომლობა ამ შემთხვევაში, ხო, გულისხმობს იმას, რომ ორმხრივი არის, იმ მხრივ, რომ ჩვენ ვისმენთ დავუშვათ საჭიროებებს უმაღლეს სასწავლებლების, შემდეგ იმაზე დაფუძნებით ვამზადებთ მასალას ფინანსური ცნობიერების კუთხით, რომელიც შეიძლება გაუზიაროთ სტუდენტებს. ხშირად ამას აქვს რაღაც დიალოგის ფორმატი, ჩვენ ძალიან ბევრი რამე მოგვაქვს იქიდან. თემებს რო შევხედოთ, ხშირად ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ ტრანსფორმირდა ტრადიციული ბანკი ციფრულ ბანკად და ამან რა შესაძლებლობები გააჩინა, რა პროფესიები გააჩინა და დღემდე აჩენს, ანუ ეს ძალიან დინამიური პროცესია. ასევე ხშირად ვლაპარაკობთ მდგრადი განვითარების თემაზე ESG მიმართულებით, იმიტომ რომ მსოფლიოში ძალიან აქტუალური თემა არის და ჩვენთან ეხლა ვერ ვიტყვი რომ ეხლა იყიდებს საბანკო სექტორში დიდი ხანია მოკიდებული აქვს, მაგრამ ცნობიერების კუთხით ნამდვილად მნიშვნელოვანია მისი ამაღლება, ასევე კიბერუსაფრთხოებაც არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც თანამშრომლობთ ხოლმე. ანალოგიური იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთანაც, რაზეც შეჯერდით? კი, ეს მემორანდუმიც ესეთია და რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ თემებით არ შემოიფარგლება, ანუ ჩვენ გვექნება ვორქშოპები, სემინარები. ვახტანგ, დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ. მემორანდუმის გაფორმებამდეც იყო პრინციპში საბანკო ასოციაციის მხრიდან სემინარები, ხო, რომელიც გაიმართა რობაქიძის უნივერსიტეტში. რა დაინახეთ, ანუ სად გამოჩნდა ის საჭიროება, როდესაც აი ესეთი ფინანსური ცნობიერების ამაღლება უნდა შემოსულიყო თქვენს უნივერსიტეტშიც?
დიახ, ჩვენმა უნივერსიტეტმა მოკლედ გრუნის ვეძახით და საბანკო ასოციაციამ მემორანდუმი სანამ გააფორმა მანამდე თანამშრომლობით, როგორც აღნიშნეთ, თუმცა მემორანდუმმა მოგცა შესაძლებლობა უფრო ჩამოყალიბებულები ვიყოთ თუ რა სფეროებში თანამშრომლობთ, რა სიხშირით, რა რაოდენობით დაუშვათ, შეიძლება იგივე სტაჟირებაზე, დასაქმებაზე თუ ასე შემდეგ იყოს საუბარი. შესაბამისად უფრო ჩამოყალიბებულები ვართ. ჩვენს უნივერსიტეტში ბევრ სიახლეს ნერგავთ სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად ერთადერთი არის საქართველოში, სადაც შესაძლებელია საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა, უნიკალური ცენტრი გვაქვს და ვცდილობთ ფინანსური მიმართულება უფრო აქტუალური გავხადოთ, სტუდენტებს შევთავაზოთ როგორც საკლასო, ასე ვთქვათ, არასაკლასო აქტიურობებიც და გავამდიდროთ, გავამრავალფეროვნოთ მათი ყოველდღიური ცხოვრება, ისე რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ გქონდეთ როგორც პროფილურად, ასევე თუნდაც საკუთარი ბიზნესის გახსნის შესაძლებლობა, ანუ პროფილურად დასაქმების და საკუთარი ბიზნესის გახსნის შესაძლებლობაც, ასე რომ მსგავსი ტრენინგები მოთხოვნადია, სხვათა შორის ჩვენ უკვე შევთანხმდით არა მარტო ჩვენი სტუდენტებისთვის, არამედ ჩვენი მხრიდან გვყავს კიდევ მობმული სხვადასხვა სკოლები, რომლებთანაც სისტემატურად თანამშრომლობთ, სკოლის მოსწავლეებსაც მოვიწვევთ, სტუდენტებსაც და ერთობლივ ტრენინგებსაც ჩაუტარებთ, მათ შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებითაც უკვე ნერგავთ პროგრამებს და სექტემბრიდან გვექნება, შესაბამისად კიბერუსაფრთხოებაც ჩვენთვის აქტუალური გახდება და რაც შეიძლება მეტი, ანუ თვითონ საბანკო ასოციაციას ჩვენთან მხარდაჭერით და ჩვენთან ურთიერთობით შეუძლია არა მარტო სტუდენტებზე, არამედ სკოლის მოსწავლეებზეც გავიდეს. ჩვენი მიზანი, ჩვენი მხრივ კი არის ის, რომ რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას მივაწოდოთ ის შესაძლებლობა, რომ როგორც ფინანსური განათლება, ასევე ზოგადად როგორ გითხრათ, კეთილის საქმეც გავაკეთოთ ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, რომ მათ იცოდნენ სხვადასხვა პრინციპები საფინანსო სექტორის, როგორ მუშაობს ის, როგორ გააკეთონ დანაზოგები, როგორ სწორად მართონ თავიანთი ფინანსური რესურსი და რაღაც მსგავსი საკითხები, რომელიც მათთვის ასე ვთქვათ მნიშვნელოვანია და ქვეყნისთვისაც, იმიტომ რომ აი ერთი მაგალითი მინდა გითხრათ, აი წლების წინ თუ გახსოვთ, თუ არ ვწდები 800,000 ადამიანი იყო გაშავებული საბანკო სესხების დროულად ვერ დაფარვის გამო. ხო, ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს იყო როგორც ერთი მხრივ გაუთვითცნობიერებული ნაბიჯი საზოგადოების მხრიდან, ასევე ხელშეწყობა გარკვეული სახით საბანკო სექტორის მხრიდანაც, რომ ასეთ შესაძლებლობას აძლევდნენ იმ კლიენტებს და როდესაც ბანკიც იქნება მოწოდების სიმაღლეზე და იცის თუ ვის და როგორ უნდა ასესხოს და რამდენი უნდა ასესხოს, რა ვადი და რა პირობებით, ასევე მომხმარებელიც როდესაც იქნება ინფორმირებული და საკუთარი ფინანსების მართვა უკეთ შეიძლება და გათვითცნობიერებული იქნება. ეს საზოგადოებისთვისაც სასარგებლოა, ეკონომიკისთვისაც სასარგებლოა. ვახტანგ, თქვენი უნივერსიტეტის მაგალითი გრუნი, ხო? დიახ. მაინტერესებს შევაფასო ზოგადად ბიზნესი როგორ აქტიურობს უმაღლეს სასწავლებლებში. ანუ თქვენ მიმართავთ დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობა არ არის მხოლოდ საბანკო ასოციაციასთან. აი ეს ენთუზიაზმი მინდა შევაფასო მათი მხრიდან. ეს არის იმედია, მე მაქვს ამის იმედი და რა სხვას არავის არ ვახვევ ცხადია თავს, რომ არ არის მხოლოდ რაღაცა ერთჯერადი მარკეტინგულები, ბიზნეს კომპანიებს გულისხმობ. რამდენად ენთუზიაზმით ერთვებიან, აი რა დონეზეა ეს უკავშირი, რასაც საკუთარი და სხვა უნივერსიტეტების მაგალითებზე აკვირდებით. კი, ახლა ბოლო 3 წელია რაც გრუნის გუნდს შეუერთდი და ამ უნივერსიტეტში ვარ აქტიურად, თუმცა მანამდე ფაქტობრივად ყველა ქართულ უნივერსიტეტში მიმუშავია და ვიცი მეტნაკლებად რა ურთიერთობა ბიზნესსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის. მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლებში გამოიკვეთა, რომ ბიზნესს უფრო მეტად სურს აქტიურად თანამშრომლობა უმაღლეს სასწავლებლებთან, გამომდინარე იქიდან, რომ კადრების დეფიციტი და კვალიფიცირებული კადრების დეფიციტი განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მაგრამ ვიტყოდი იმასაც, რომ მაინც არ არის იმ ხარისხის და იმ დონის, როგორც შეიძლება ეს დასავლეთში იყოს. აი მაგალითად დასავლეთში ბიზნესი ყველანაირად ცდილობს შემოვიდეს უნივერსიტეტში, პირებთან და თავისი სახელობის აუდიტორია გახსნას, თავისი სტიპენდია მისცეს სტუდენტს, გაუშვა საზღვარგარეთ პირობითად თავისი სახელით ის პოტენციური კადრი, რომელიც შეიძლება მერე მან დაასაქმოს, ანუ ბევრი რაღაცით ხდება უნივერსიტეტში შესვლა და მიბმა უნივერსიტეტთან და საქართველოს სამწუხაროდ ამ მასშტაბით არ არის ბიზნესის შეღწევა არც ერთ უნივერსიტეტში ვიტყოდი, შეიძლება აქ-იქ ცალკეული ბიზნესი ერთეული გამონაკლის შემთხვევები აქტიურობენ უფრო მეტად ვიდრე სხვები, მაგრამ მთლიანობაში მაინც უფრო კადრების საჭიროებიდან გამომდინარე, პირველადი აქტიურობით თუ შემოიფარგლება ბიზნესი ფართო გაჯერებით. სალომე, გრუნის მაგალითზე რას გეგმობთ კიდევ
და სამომავლოდ რა გეგმები აქვს საბანკო ასოციაციას ამით შევაჯამოთ. გრუნის მაგალითად ჩვენ კიდევ გვექნება ღია სემინარები. ფიქრობთ, უფრო ესეთი ინტერაქტიული ვორქშოპიც გავაკეთოთ სტუდენტებთან, ეს ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ ორმხრივი არის. და ამ მიმართულებით მუდმივად ვაპირებთ განვითარებას და გაფართოებას, ესე იგი უმაღლეს სასწავლებლებთან მისვლას, თქვენ სკოლებზეც მკითხეთ და ცოტა სხვა სეგმენტია, ცოტა სხვა ენაზეა საჭირო მათთან ლაპარაკი ამისთვის კიდევ ვემზადებით. სხვადასხვა რეგიონებშიც დავდივართ ჩვენ და იქ უფრო სკოლის მოსწავლეებთან გვაქვს ხოლმე შეხვედრები, რაღაც რეგიონულ ცენტრში ჩავდივართ და იკრიბებიან სკოლის მოსწავლეები ძალიან დიდი ინტერესია ციფრულ ბანკზე, აი იქიდან მოდის ხოლმე რომ ჩამოდით მოგვიყევით ციფრულ ბანკზე და არის საოცრად საინტერესო ამ ადამიანებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ იციან ძალიან ბევრი რამ, იმიტომ რომ ინტერნეტი და მათი რაღაც ცნობის მოყვარება, აი ძალიან საინტერესოა ხოლმე, მოგეთ. წარმატებები მეგობრებო. დიდი მადლობა. მადლობა მინდა საბანკო ასოციაციას გადაუხადვა მარაჩვეულებრივი თანამშრომლობისთვის, რომელიც დიდი ხანი გაგრძელდება დარწმუნებული ვარ და მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. ვახტანგ სალომე მაკარიძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის კომუნიკაციებისა და პროექტების მიმართულების ხელმძღვანელი და ვახტანგ ჭარაია, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი და პროფესორი.